თემატობა ეს არის, ასე ვთქვათ, სისჩაქცევა. რა არის ამისი მიზეზი? უმეტეს შემთხვევაში თავისთავად განვითარებული სისჩაქცევის მიზეზი არის უკონტროლო ან არასწორად დამკურნალები არტერიული ჰიპერტენზია. შემდგომ უკვე მოდის სიზარღვოვანი პათოლოგიებით გამოწვეული სისჩაქცევები. მისი გამოვლენა რთული არ არის, იმიტომ რომ თავისთავად განვითარებული სისჩაქცევა უმეტეს შემთხვევაში ეს კლინიკური ნიშნებით ვლინდება დაწყებული ძლიერი უეცარი თავის ტკივილიდან ან რაიმე ნევროლოგიური სიმპტომატიკის განვითარებით. ძალის სისუსტე, ხელში ან ფეხში მგრძნობელობის დაქვეითება, წონასწორობის დარღვევა. ეს ყველა უფრო მინიმალური ნიშნებია და უფრო სრულია, როდესაც პაციენტი სისჩაქცევის განვითარების შედეგად კარგავს გონებას, გადადის უგონო მდგომარეობაში, ეგრეთ წოდებულ კომაში. მიზანი არის ორი. ერთი, ასე ვთქვათ, საჭიროებს თუ არა ინტრაცერებრული, ანუ სისჩაქცევა, ქირურგიული გზით მის ევაკუაციას, ანუ ასე ვთქვათ, დრენირებას. თუ დიაგნოსტირებულია და გამოვლენილი არის მიზეზი, რამაც გამოიწვია სისჩაქცევა, ხო? იქ უნალობის მიზანს უკვე სხვა, ასე ვთქვათ, ფაქტორები განაპირობებენ. ან ნეიროქირურგიული ჩარევა შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, საჭირო, ან ენდოვასკულარული გზით, ასე ვთქვათ, სიზარღვოვანი პათოლოგიის გამოთიშვა. არტერიული ჰიპერტენზიით გამოწვეული სისჩაქცევების შემდეგ სიხშირით შეიძლება ითქვას, რომ თავის ტვინის არტერიული ანევრიზმები მეორე ადგილზე არის. ანევრიზმა ეს არის სიზარღვის კედლის გარკვეული დეფექტის შედეგად განვითარებული პარკი. ეს შეიძლება იყოს თანდაყოლილი, შეიძლება იყოს შეძენილი, უმეტეს შემთხვევაში ორივე ფაქტორის, ასე ვთქვათ, თანახვედრა ხდება. სამწუხაროდ, სანამ ის არ გასკდება, არ განვითარდება სისჩაქცევა თავის ტვინში, მისი აღმოჩენა, გამოვლენა როგორც წესი თითქმის შეუძლებელია. რომ გასკდება ეს უკვე სიცოცხლისათვის შეუთავსებელი მდგომარეობა არის. უმეტეს შემთხვევაში ეს არის უეცარი ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც ადამიანს, პაციენტს თავისი ცხოვრების მანძილზე არ განუცდია. ეს არის მდგომარეობა, რომელიც აუცილებლად საჭიროებს დროულ პაციენტის ჰოსპიტალიზაციას სპეციალიზირებულ კლინიკაში. დღევანდელ დღეს არსებობს მკურნალობის ორი მეთოდი. ეს არის, ასე ვთქვათ, სტანდარტული, ანუ ტრეპანაციის გზით ანევრიზმის კლიპირება, ანუ მისი გამოთიშვა, რომ არ მოხდეს განმეორებითი სისჩაქცევა, ან არის ენდოვასკულარული მეთოდი, ანუ სიზარღვის შიგნიდან ანევრიზმის გამოთიშვა სპეციალური სპირალების მეშვეობით. იმიტომ რომ ეს ერთმნიშვნელოვნად განაპირობებს დაავადების გამოსავალს.